მოგესალმებით მეგობრებო, დღეს გვაქვს აი ესეთი ძალიან მაგარი სოკო. ეს არის ლეტიპორუს სულფურეუსი, ეს არის ქართულად ყვითელი აბედა, იგივე ტყის ქათამი, რომელიც იზრდება ხეებზე. უმეტესად მე პირადად ვხვდება ხოლმე მუხის ხეზე და ნუ ეს იზრდება ბევრი, ან ფენა არის ხოლმე და შეიძლება იყოს რამდენიმე კილოგრამი იპოვოთ ერთდროულად. ამჯერად ჩვენ მხოლოდ აი ეს ერთი ცალი ვნახეთ, მაგრამ არის როგორც ხედავთ, აი ძალიან ფრეში, ძალიან ახალი და ნუ თვითონ ფერზედაც თქვენ აატყობთ დარწმუნებული ვარ, რამდენად ხასხასა და ესეთი დიდრული ფერებით არის წარმოდგენილი. დღეს გავაკეთებთ ამისგან ძალიან საინტერესო კერძს და მე ნელ-ნელა გაჩვენებთ, როგორ უნდა გავასუფთავოთ ეს სოკო, როგორ უნდა მოვამზადოთ გასაკეთებლად და შემდეგ უკვე უშუალოდ როგორ გავაკეთოთ ის საკვებად. დღეს ჩემი ფავორიტი რეცეპტი იქნება ამ სოკოს ძირითადად სულ ერთნაირად ვაკეთებთ ხოლმე და რაც აჩვენა პრაქტიკამ, ეს რეცეპტი ძალიან გემრიელი გამოდის. ეხლა მოვამზადებთ სოკოს, პირველ რიგში აუცილებელი იყო გარეცხვა და ეს უკვე გარეცხილი არის, წყალი გადავლებული აქვს, როგორც ხედავთ, ხშირად აბედა სოკოს, რადგან ხეზე იზრდება, შეიძლება ქონდეს ტოტები ან ხის პატარა ნატეხები და რაღაცები, ამას როცა გავჭრით, მერე შიგნით გამოჩდება კიდევ, მაგრამ ეს იმდენად ახალი იყო, რომ თითქმის წარმოუდგენელია ეხა ამაში შიგნით რბილობში რამე ხის კონდეს, მაგრამ ამაზე შეიძლება შემოწმოთ. ნუ ხე ყოველ შემთხვევაში არ არის საჭმელად უარგისი არასოდეს, არაფერს არ გვიზავს ყოველ შემთხვევაში, აქ შეიძლება იყოს საუბარი ხის რაღაც პატარა ნამცეცებზე და სულ პატარა მიკრონაწილაკებზე, ესე რომ ეგ ისედაც საშიში მაინც არ არის ჩვენი ჭამთობობისათვის. ეს სოკო არის ძალიან გემრიელი. მხოლოდ ერთ რაღაცას დავამატებდი, აუცილებლად დაიმახსოვრეთ, რომ ეს სოკო, როდესაც აგროვებთ, უნდა იყოს აუცილებლად ფრეში. ეს ახლა არის აი ძალიან რბილი არის, რბილობზედაც ნახეთ ეტყობა, რომ დაიჭრება შეხედავთ მე თქვენ თვითონ კიდევ. ყოველთვის ეს სოკო უნდა იყოს ნორჩი, არავითარ შემთხვევაში გადაბერებული. აი ეს ხასხასა ფერები როცა აქვს, ესა ესეთი ფერი არის სინორჩეში, თორე რაც უფრო იზრდება, ნელ-ნელა ასაკში როცა შედის, ეს ფერები ნელ-ნელა გაზდის და უფრო ღია ფერის ხდება, თითქმის მოთეთრო მოკრემის პრო ხდება საბოლოო ჯამში და ეს სირბილი აღარ აქვს. ეს როცა მოუჭერით ხიდან, ეს წვენი გაზდიო და რძის ფერი წვენი სხვადასხვის და ესეც ერთ-ერთი ნიშანი არის ამ სოკოს სინორჩის. და კიდევ ერთი რაც უნდა დაიმახსოვროთ, ეს სოკო იზრდება სხვადასხვა ხეებზე, მაგრამ რჩევა არის და რეკომენდაცია ყოველთვის, რომ ევკალიპტზე ნაპოვნი და ნაძვნარ ხეებზე ნაპოვნი, ანუ წიწვნარ ხეებზე ნაპოვნი ყვითელი აბედა მოსახმარად სარისკუარი და ხშირად შეიძლება იყოს ალერგიის გამომწვევი. ამიტომ ყოველთვის უნდა ერიდოთ ეგეთ ხეებზე დაკრეფილ ყვითელ აბედას. ეხლა ნელ-ნელა დავჭრით ამ სოკოს და მოვამზადებთ შესაწვავად. აბა დავიწყეთ. პირველი და მთავარი რაც არის, უნდა შევარჩიოთ, რა თქმა უნდა, სისქე სოკოსი და უნდა შევარჩიოთ ნაჭრების ზომები. რადგან ჩვენ ვაპირებთ ესე ჭხირებად შეწვას, დაახლოებით აი კრაბის ჭხირები როგორი ზომებისაც არის, დაახლოებით მაგ ზომებზე ვეცდები ახლა დავჭრა. და შემდეგ დაჭრის შემდეგ პირველი და უმთავრესი რაც არის, ჩვენ ეს სოკო აუცილებლად უნდა მოვხარშოთ. ეხლა დაინახავდით კიდევაც, არ ვიცი ახლა ფოტოში ჩანს, აქაც ახლა არ ვიცი ჩანს თუ არა, ხელს რო უჭერ, წვენი გამოსდის, მაგრამ როდესაც ამის შეწვას დავიწყებთ ჩვენ, ეს წვენი ფაქტობრივად გაქრება და ისე გამოშრება, რომ ძალიან ძნელი გახდება შესაჭმელად. ამიტომ ჩემი პირადი გამოცდილებით ყოველთვის ჯობს, რომ ეს სოკო ჯერ მოვხარშოთ. ნახეთ რა ნაჭრები არის. სასწაული ნაჭრებია მეგობრებო, სასწაული სოკო არის. ეს დააკვირდით როგორ იზრდებოდა, ემატებოდა ფენები ზრდის პროცესში. ძალიან საინტერესო და საკვირველია. ხო, მოკლედ აუცილებელი არის რომ ეს სოკო მოვხარშოთ. დაახლოებით 1-15 წუთი კარგი ხარშვაა, რომ ყველა მხრიდან სითხე შევიდეს და გახდეს უფრო წვნიანი ეს სოკო და როდესაც უკვე იქნება მზად ხარშვის შედეგად, ალბათ ეს 15 წუთი არის მაქსიმუმი. ნახეთ როგორი დრეკადი არის. ძალიან ფრეში არის მეგობრებო.
და როდესაც ეს სოკო იქნება მზად უკვე ხარშვის შედეგად, შემდეგ უნდა შევწვათ, ამოვავლოთ რაღაც კონკრეტულ соусში და ისე შევწვათ. ეხლა დავიწყებთ ამის ხარშვას და პარალელურად მოვამზადებთ ამ სოკოსთვის соусს. აი, გავამზადეთ წყალიც და ნელ-ნელა ჩავაწყოთ ჩვენი ნაჭრები წყალში. ხარშვის დროს მე არც მარილს არ უკეთებ, მეგობრებო, არც არაფერს საერთოდ არ არის საჭირო ამ სოკოსთვის. ეხლა შემოვდგათ გაზზე და როგორც კი დაიწყებს დუღილს, გავაჩეროთ სადღაც დაახლოებით 10-15 წუთი. ნუ ეს ნაჭრები ცოტა თხლად მაქვს დაჭრილი, ჩემი აზრით 10 წუთით ეყოფა ამ შემთხვევაში. ცოტა უფრო სქელი ნაჭრები რო იყოს, შეიძლება 15 წუთიც კარგი ყოფილიყო მოსახარშად. და რაც თავარი არის, მეგობრებო, ნახარში წყალი აუცილებლად უნდა გადავუღალოთ, იმ წყალს უკვე აღარ ვიყენებთ შემდეგ ჩვენი კერძის კეთებაში. დავიწყე მე კეთება, დამოვიწყდა ვიდეოს ჩართვა, მაგრამ ეს არის აქ ახლა დაყრილი ზეთი არის დასხმული, მარილი არის დაყრილი, პილპილი ცოტა და ყვითელი ყვავილი. ნუ პილპილი შეგვიძლია კიდე დავამატოთ ყოველ შემთხვევაში. ცუც არაფერს არ იზამს, ვისაც მოსწონს შემდეგ რავის თუ სიცხარე უნდა ვინმეს ან რაღაცა სხვა არომატის მიცემა, ყოველ შემთხვევაში შეუძლია რომ წიწაკა ან რაღაცა ეგეთიც დაამატოს, მაგალითად ამ კერძს, მაგრამ მე პირადად მირჩევნია რომ როცა შეიწვება მე ეს უკვე ჩვენი კერძი, უშუალოდ ტკბილ ცხარე соусში ამოვავლოთ ხოლმე შემდეგ და ისე შევჭამოთ, მაგრამ ნუ სიცხარე შეგიძლიათ აქაც დაამატოთ ამ соусში. ამ შემთხვევაში გვაქვს აქ საფანელი კიდევ, როდესაც ამ ასე ვთქვათ სითხეში ამოვავლებთ ჩვენს ტყის ქათამს, ანუ ყვითელ აბედას ნაჭრებს, შემდეგ უკვე შეგვიძლია ეს დასოლებული ნაჭრები, ფილესავით ნაჭრები ამოვავლოთ სკლად ამოვავლოთ აი საფანელში და უკვე გაჩვენებთ მე შეწვის პროცესში, ტაფაში, ბევრზეთში, ანუ deep fry რასაც ქვია, ეგეთი პრინციპით შევწვათ. და მივიღებთ შიგნიდან ესეთ წვნიან ხორციან მასას, რომელსაც გარედან ექნება საკმაოდ კრატუნა, ასე ვთქვათ, ნაჭრები, კანი უფრო სწორად. ნახოთ აბა რა გამოვა. ეხლა შევურიოთ ჩვენი ასე ვთქვათ соуსი. ნუ ცოტა შეიძლება სვანური მარილის დამატებაც არომატებისთვის. მე ხორცზე ძალიან მიყვარს სხვათა შორის ამის გამოყენება და ესეც რადგან ხორცივით მასა არის ჩვენი ტყის ქათამიც, მეგონი ამასაც ძალიან მოუხდება. შეგვიძლია ეს ამოურიოთ, სანამ იქით დუღილის პროცესი დაიწყება, კარგად გავაზაოთ ეს მასა. ყველაფერი იყოს კარგად გახსნილი ერთმანეთში გემოები. საკმაოდ გემრიელი მასაა, მინდა გითხრათ, გემრიელი ამოსავლები, ასე ვთქვათ, შეზავება არის, ძალიან არომატულია, მინდა გითხრათ. სხვათა შორის, რადგან ეს სოკო არის ძალიან გავს ნამდვილი ქათმის ფაქტურას და ქათმის თეთრი ხორცივით იჩლითება ზუსტად, შეიძლება მისი გამოყენება ვეგეტარიანულ სალათებში, მაგალითად იგივე ცეზარში, ან ნებისმიერ ქათმის ხორციანი სალათი რაც კი გახსენდებათ, ნებისმიერში შეიძლება ამ სოკოს ესე ჩანაცვლება და მიღება ასეთი ტიპის კერძის, რაც ზოგადად მთელ მსოფლიოში მიღებული არის, ეს სოკო კულტივირებადი არის, ტყის გარდა, სადაც ბუნებრივ გარემოში მოიპოვებენ, ასევე ჩვეულებრივად შეიძლება მოყვანა სხვადასხვა ხის, ასე ვთქვათ, კუნძებზე, როგორც მაგალითად მოყავთ კალმახა სოკო ან ნებისმიერი სხვა სოკო, შეიძლება ასე ტყის ქათმის მოყვანაც და ის რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო პროდუქტი არის ესეთი ტიპის ბაზრისთვის, რასაც იდეაში ჩვენ მომავალში ვაპირებთ რომ გქონდეს, მაგრამ ამ ეტაპზე ჯერჯერობით არ აღვაქვს. აი, დუღილის პროცესი უკვე დაწყებული არის, 1-5 წუთი არაც დუღს და წესით 1-5 წუთში გადმოვდგამთ. სხვათა შორის აი ეს
განათება და ეს კონსტრუქცია გამოწერილია ტემუდან სულ რაღაც 40 ლარად. შვენივრად მადგება. ესეთი შესაძლებელი соуსი მზად არის აქეთ. გვაქვს მზად საფანელი. შესაძლოა საფანელის მაგივრად შეიძლება ფანტელების გამოყენება, მაგალითად აი KFC-ის სტრიპსები და რაღაცები როგორც არის. აი მოიხარშა ჩვენი ნაჭრები და ნახეთ როგორი რბილია. სულ ყველა აი ჩვეულებრივი ახალი ხორცებით არის. ცოტა ხანი დავდოთ რომ გაცივდეს და მე ამოვავლოთ უკვე соуსებში და საფანელში და მე შევწვათ. ცოტა ხანი გავაგრძელოთ ძალიან ცხელი არის. აი შეგვიძლია დავიწყოთ მეგობრებო ამოვლება ჩვენი ტყის ქათმების. ვარე მაგაზე შევაწმინდო ესე. სადმე გახევებულ ადგილებს თუ დავინახავ, იმას მე ნელ-ნელა მოვაშორებთ, მაგრამ ამ ეტაპზე ახლა აი ამით დავკავდებით. ესე ამოვავლებთ მარილთან სხვა соуსებთან ერთად, სუნთლიანად დაიფაროს. შემდეგ ჩავაწობთ აქეთ ასე საფანელში რომ ამოვავლოთ კარგად რომ ბოლომდე შეიწოს რაც შეიძლება ბევრი რომ დაიმაგროს ასე რომ ვთქვათ საფანელი. საბოლოო ჯამში მივიღებთ აი ესეთ ნახეთ როგორი ნაჭერია ესეთ მასას. ჩვენი მიზანი არის რომ ყველა ნაჭერი ესე ამოვავლოთ რომ ყველა მხრიდან იყოს კარგად დაფარული საფანელით. ცოტა ხანში ყველა ნაჭერს რომ ამოვავლებ, გაჩვენებთ შედეგს და შეგვიძლია მერე დავიწყოთ შეწვა.
აი ესეთი ძალიან ლამაზი, ძალიან კარგი ნაჭრები მივიღეთ, მეგობრებო. ეხლა უკვე დრო არის, რომ შევწვათ ტაფაზე გადავიტანოთ. აბა ნახოთ რა სიზამს. მაგარი ხმა აქვს. ზეთი ცხელი არის, მეგობრებო. შეგვიძლია ნევნელა დავიწყოთ. ასუნი გაუშვა სასწაული იმედია ყველაფერს ჩავატევ ახლა ერთ ტაფაში მეორე დავას ვეღარ შევწვა უნდა დავატიოთ რადგან ესე უცებ შეიწოვა ამან ზეთი შეიძლება რომ ცოტა ზეთი კიდევ დავამატოთ მაგრამ უმთავრესი რაც არის მეგობრებო თავსახურს არ ვახურებთ იმიტომ რომ ეს საფანელი რაც არის ცოტა მშრალად უნდა იყოს თავდახურულში უკვე მე ნესტი ორთქლი ჩაასველებს ამ საფანელს ამიტომ ჩასველება ჩვენ არ გვაწყობს საფანელის უნდა იყოს შედარებით მშრალად ამიტომ ითუხთუხებს ახლა ნელა მე ცოტა ზეთს დავამატებ კიდევ სხვათა შორის ნუ მასა უფრო წებოვანი რო იყოს კვერცხის გულით შეიძლება რომ გამოვიყენოთ მაგალითად ზეთის ნაცვლად რა მაგრამ ამ შემთხვევაში მე ზეთი გამოვიყენებ თქვენ შეგიძლიათ კვერცხის გულით გამოვიყენოთ ბევრად უფრო კარგად მიეწებება ფანტელიც და საფანელიც მაგალითად აი ესეთი დაბრაწულები გამოვიდა მეგობრებო შიშხინებს ახლა ამ წამს გამოვთე არის ხორცის ნაჭრები ცოტა ხანში აი გადმოვიღებთ თევზებზე დავაგემოვნებთ ძალიან კარგად ჩაიბრაცა აი ესეთი დაბრაწული შვენიერი ნაჭრები გამოგვივიდა ფილეებივით გავსინჯოთ აი დააკვირდით როგორი ფაქტურა აქვს თვითონ სოკოს ზუსტად ქათმის ფილის კუნთოვანი ნაწილი როგორც არის ხორცი ზუსტად აი ეგრე იჩლითება ესეც ამიტომაც ეძახიან ტყის ქათამს მეგობრებო ნამდვილად გავს ქათმის ხორცს აი ტკბილცხარე სოუსი მე მგონი ძალიანაც უხდება მეგობრებო ჩვენ დაბრაწულ ტყის ქათამს ასე რომ გირჩევთ ეს რეცეპტი თქვენს გამოიყენოთ სცადეთ ნამდვილად არ ინანებთ